ლიხნი ისტორიული სოფელია აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სოფლის შუაგულში აღმართულია ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია აქვს მინიჭებული. ლიხნის ტაძარი წარმოადგენს წაგრძელებულ ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას და იგი მე-10 საუკუნით თარიღდება. ეს არის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, ძალიან საინტერესო თავისი აგებულებით. მას აქვს ესეთი ძალიან ძლიერი ტანი, ასე ვთქვათ, და საკმაოდ დაბალი გუმბათი, სამი შვერილი აფსიდი აქვს და სამი მხრიდან, დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს ესეთი დიდი თაღით გახსნილი კარიბჭეები. შიგნით ძალიან ლამაზი სივრცე არის და ძალიან თავისებური გადაწყვეტა არქიტექტურული გუმბათისა. ასე რომ ეს ლიხნი არის მართლა ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები, როგორც არქიტექტურის, ასევე მხატვრობის, მთლიანად ქართულ კონტექსტშიც და თან განსაკუთრებული თავისი თავისებურებებით, რომელიც აი ამ რეგიონის აქტიურ, კულტურულ და სხვა კავშირებს მიუთითებს ბიზანტიასთან. ლიხნის ღვთისმშობლის ეკლესიის სიძველეები პირველად ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ შეისწავლა. 1858 წელს მანვე გადმოწერა ტაძრის ძველი ქართული წარწერები. იმხანად ლიხს სოუქსუს ეძახდნენ, რაც თურქულად ცივ წყაროს ნიშნავს და მარი ბროსიც ასე იხსენიებს მას. ლიხნის ტაძარში დაცულია 17-ზე მეტი ფრესკული წარწერა. ბიბლიურ სიუჟეტთა და წმინდანთა ქართულ-ბერძნული განმარტებითი წარწერების გარდა შემორჩენილია ქართული ასომთავრული და მხედრული დამწერლობით შესრულებული წარწერები, სადაც მოხსენიებულია სხვადასხვა ისტორიული მოვლენები, მაღალი საერო და სასულიერო პირები, მათ შორის გაერთიანებული საქართველოს მეფეები, ბაგრატ მეოთხე და გიორგი მეორე. იქ უამრავი წარწერა იყო დაფიქსირებული, რომელიც ახლა არის ან აღარ არის, მათ შორის ძალიან საინტერესო 1066 წელს კომეტას გამოჩინება ზეცაზე, რაც სხვა ქვეყნებშიც არის დადასტურებული, ახლა ეს წარწერა აღარ არის, მაგრამ ეს რაღაცნაირად ქმნის ზედაზღვარს ტაძრის შენებლობისა. წარწერები არის როგორც ქართული, ასევე ბერძნული. ამიტომ ფიქრობენ, რომ იქნებ მოწვეული ბერძენი ოსტატები იყვნენ. უფრო საფიქრებელია, რომ შეიძლება შერეული ამქარი მუშაობდა, ან რაც მე მგონია უფრო ის, რომ აქედან ბიზანტიაში გაგზავნილი ოსტატები, რომელიც იქ დაეუფლენ ხელობას და ჩამოინტო, რომ ბევრი ნიშანი არის, აი რაც ძნელად განისაზღვრება სიტყვებით, მაგრამ აი რიტმში, პროპორციაში, ფერადოვან შეფარდებაში, რაც აახლოებს ამ პერიოდის სხვა ქართულ ნაწარმოებებთან. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარდა ჩვენამდე მოღწეულია აფხაზეთის უკანასკნელი მთავრების შარვაშიძეების ლიხნის ორსართულიანი სასახლის ნანგრევები, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით 1966 წლის აჯანყების შემდეგ დაუნგრევიათ. შემორჩენილია სოფლის განაპირას დარჩენილი ციხესიმაგრის კომპლექსი, მე-17 საუკუნეების აბაანთა და ასევე ცნობილი 150 წლოვანი ცაცხლის ხე, იქაური აფხაზებისთვის სიმბოლური დატვირთვით, მათთვის საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებისას. შემორჩენილი არის უფრო მოგვიანო ხანის სამრეკლოც, არის ნაშთები სასახლისა, ფიქრობენ, რომ უფრო გვიანია მე-17 საუკუნის შერვაშიძეების გვარის, რომლებიც მერე მართავდნენ, ასე ვთქვათ, აი ამ სამთავროს. გარკვეულ პერიოდში საერთოდ აფხაზეთის სამეფო აი მე-8 საუკუნის შემდეგ ხო მოყოლებული ერთ-ერთი ნიშნულოვანი და ძლევამოსილი სამეფო იყო ქართულ სამეფოებს შორის, ხო, როგორც კახეთი, ქართლი, ესეც და სწორედ აქედან მოდიოდა, ისევე როგორც ტაო-კლარჯეთიდან ეს ძლიერი მუხტი გაერთიანებისა, ანუ არა სეპარატიზმის, არამედ პირიქით ქვეყნის გაერთიანებისა. შერვაშიძეები ტრადიციულად აფხაზეთის მთავრები ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ ლიხნეს, მაგალითად მიხეილ შერვაშიძემ, რომელმაც 19 საუკუნეში სკოლა გახსნა და სხვათა შორის მისი შვილი ჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად, აფხაზ და ქართულ ბავშვებთან ერთად ამ სკოლაში სწავლობდა და დადიოდა. ასევე ძალიან ზრუნავდნენ ისინი ქრისტიანობის ხელახლა გავრცელებაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე, მისიონერულ მოღვაწეობას ძალიან მხარს უჭერდნენ. პრობლემა ყოველთვის ის იყო 19 საუკუნეში, რომ რუსეთის მმართველობა, იმპერიული მმართველობა ცდილობდა
ქართველებთან მეგობრულად განწყობილი აფხაზებისგან რუსეთის ქვეშევრდომი აფხაზები გამოეძერცა, ასე ვთქვათ, ახალი ადამიანი, რომელიც იქნებოდა რუსეთის ერთგული, ლოიალური რუსეთის მიმართ, დაივიწყებდა თავის ტრადიციებს, ენას, ურთიერთობას ქართველებთან და სხვა კულტურაზე გადავიდოდა, რასაც რა თქმა უნდა სამღვდელოება ადგილობრივი ძალიან ეწინააღმდეგებოდა და პერიოდულად ძალიან წარმატებით. ლიხნის ტაძრის შესახებ შედარებით ახალ ინფორმაციას ერთ-ერთი ინტერნეტ გამოცემიდან ვგებულობთ. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ მომზადებულ ვიდეო მასალაში აფხაზი ისტორიკოსი ღიად გამოთქვამს უკმაყოფილებას მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ. А вот что касается территории храма, вот там есть вопросы к тем, которые эксплуатируют это культовое сооружение. К сожалению, там действительно есть новостройки, которые портят ландшафт. Если уж говорить о том, чтобы этот храм каким-то образом, если это удастся, минуя какие-то политические моменты, დღეს მდგომარეობით ძალიან ძნელად თუ რამეს ვიტყვით, ერთი რაღაც ფოტოები მაქვს ნანახი, გადახურეს მისი მკლავი, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ჩადენა იყო წყლისა და ესეთი დროებითი გადახურვები გაუკეთეს ყველა მკლავს ცალ-ცალკე. მე რა გაკეთდა, არ ვიცი, მაგრამ აი ესე გადამოწმებულად ცოტა გვიჭირს, ვერ ნახულობთ. მე იმედი მაქვს მაინც, რომ ყველაფერი მოგვარდება, აფხაზებიც გაიხსენებენ, როგორც წერდნენ 1916 წელს რუსეთის იმპერატორს, რომ ნუ შეგვაერთებთ პრიმორსკაია გუბერნიას, ხოლო ჩვენ ძმებთან, ქართველებთან შევინარჩუნებთ ჩვენ იდენტობასო. ვიდრე მეცნიერები აფხაზეთში ღიად თუ ფარულად მსჯელობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის ავკარგიანობაზე და ამ შემთხვევაში უუფლებო ქართულ მხარესაც გაუგებარი ბრალდებებით ადანაშაულებენ ლიხნის ტაძარიც. ისევე როგორც სხვა არაერთი უტყუარი ნიმუში თუ მტკიცებულება ჩვენი საერთო ისტორიისა, მოთმინებით ელოდება მართალ სიტყვას და მზრუნველ პატრონს.